საღამომშვიდობისა. ეთერშია გადაცემა ჩვენ. მე თამარ ჩიქოვანი ვარ. დღეს ჩვენ დემოკრატიაზე ვისაუბრებთ. უფრო ზუსტად დემოკრატიის ტალღებზე, რომელიც პერიოდულად დაგვატყდება ხოლმე თავს. ჩვენი სტუმარია თინა ხიდაშელი. თინა, ძალიან დიდი მადლობა. ამ კვირას გაკეთდა განცხადება, რომ დემოკრატიის ახალი ტალღა დაიწყო საქართველოში. ერთი ტალღა გვახსოვს 2008 წელს იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ბევრ რამეს დაპირდა საზოგადოებას, დაწყებული საკონსტიტუციო ცვლილებები, დამთავრებული სასამართლო სისტემის რეფორმით. ეხლა უკვე მედიის მფლობელების გამჭვირვალეობაზეა საუბარი. მაინც მინდა დემოკრატიის ტალღებზე დავიწყოთ საუბარი, თუ შეიძლება. რა თქმა უნდა, დემოკრატია ერთ დღეში არ შენდება და დემოკრატია მუდმივად განახლებადი პროცესია, მაგრამ ტალღობრიობა რატომ ხდება ასე, რომ რაღაცა მუდმივად რაღაც ახალ ტალღებზე ელაპარაკი. ერთი ტალღა ჩაავა, მერე მეორე ახალი ტალღა იწყება. სად შეიძლება მიგვიყვანოს ამდენმა ტალღებმა? ცუნამამდე შეიძლება. ცუნამამდე შეიძლება მივიდა. ოღონდ არა დემოკრატიის სამწუხაროდ. არ ვიცი, პრობლემა ჩემის აზრით ის არის, რომ რეალურად ჩვენ საუბრობთ ტელეკამერებისთვის, რეალურად ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მორიგი მგზნებარე გამოსვლა ქონდეს სააკაშვილს, სადაც მორიგ დაპირებებს უხვად გასცემს. და იმის იმედით, რომ შემდეგ არავინ ამას აღარ გაახსენებს, არავინ არ მოკითხავს იმ სიტყვებზე პასუხებს, რომელიც მან მრავალგზის ამ ტალღების გამოცხადების დროს თქვა, მას აქვს იმის კომფორტი ნაციონალური მედიიდან შექმნილი, რომ შეუძლია ერთ-იგივე მრავალჯერ გაიმეოროს. ყველა ტალღის დაწყების წინ მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა მედიას. სხვა საკითხებთან ერთად ბუნებრივია. ყველა ტალღის დაწყების წინ საუბრობდა სასამართლოს გათავისუფლებას. ყველა ტალღის დაწყების წინ თემები იყო ერთ-იგივე, საკუთრების უფლების დაცვა მაგალითად, ხო? თუმცა ისევ და ისევ ყოველ ჯერზე იგივე თემები არის დღის წესრიგში. მე მესმის და მეც ვადასტურებ, რომ დემოკრატია ესე არ ხდება, რომ დილით გავიღწოთ და 7:30-ზე დემოკრატიული სახელმწიფო ვიყოთ. მაგრამ ისეც არ ხდება, რომ არც ერთი მიმართულებით მნიშვნელოვანი ხელშესახები პროგრესი არ იყოს და არ დგებოდეს ამდენი წლის შემდეგ. ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ ვარდების რევოლუციიდან 1 და 2 თვის თავზე, ხო? ჩვენ ვლაპარაკობთ 7 წლის თავზე. ახლა წელს ნოემბერში უკვე 7 წელი გადის ვარდების რევოლუციიდან. ეს არის სრულიად საკმარისი დრო იმისთვის, რომ სადღაც რაღაც სფეროში მაინც გვეგრძნო, რომ ეს ამბავი შედგა, დასრულდა და განვითარების პროცესშია. ჩვენ დემოკრატია რო ვამბობთ ერთ დღეში არ ხდებაო, აქ ის იგულისხმება, რომ ის მუდმივად იხვეწება, მუდმივად ვითარდება, მაგრამ ის არ იგულისხმება, რომ გარდატეხის მომენტი არ დგება სწრაფად. გარდატეხის მომენტი სწორედ რომ სწრაფად დგება. მაგალითად, ხელისუფლებას უცებ უჩნდება ნება, დიახ, დილით რო გაიღვიძებ 7:30-ზე შეიძლება გაუჩნდეს ნება, რომ ხვალიდან ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ტარდება. და ამას არ ჭირდება წლები, რომ დაგეუფლოს ეს ჭეშმარიტება, ჭეშმარიტი დემოკრატს, რომ კარგია, საჭიროა და მნიშვნელოვანია სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ან კარგია, მნიშვნელოვანი და საჭიროა თავისუფალი მედიის არსებობა. და აი ამ ფონზე, როდესაც ტალღას მოსდევს, ჩვენი რეიტინგები საერთაშორისო დოკუმენტების მიხედვით უარესდება, ხო? მედიაში უარესდება, კორუფციაში უარესდება, მმართველობაში უარესდება და სადა ვართ? ანუ რეალურად რაზე ვსაუბრობთ? თინა, 2008 წელს, როდესაც აი ზუსტად ეს აგვისტოს მოვლენების შემდეგ იყო, როდესაც დემოკრატიის ტალღაზე განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას, მაშინ ზუსტად მე მახსოვს ნატო საკმაოდ ისეთი წარმომადგენლობით დელეგაცია იყო ჩამოსული და თუ მანამდე იყო თქვათ თავისუფლების ქარტიის მიღებაზე საუბარი, მე უცებ დემოკრატიის ახალ ტალღაზე დავიწყეთ საუბარი. ეხლაც თქვათ ბევრი საუბრობს, რომ ახალი ტალღის გამომწვევი მიზეზი არის ისევ და ისევ საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც მედია მფლობელების გამჭვირვალეობას დიდი ხანია ითხოვს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე საერთაშორისო რაღაც ორგანიზაციების მოსაზრებებს ანგარიშს უწევს და დიდად არ აინტერესებს თქვათ საქართველოს შიგნით რა ხდება, ჩვენ რა მოთხოვნები გვაქვს, იმიტომ რომ ამ თემას ჩვენც ვაყენებდით, ანუ საქართველოს მოქალაქეები, რომ გწოდნო და ვინ არის ამა თუ იმ დიდი ტელევიზიის მფლობელი. კი, არა, აქ იცით რა არის, პირველ რიგში საერთაშორისო ფონის დამძიმების პარალელურად, რომ დემოკრატიის ტალღა იწყება, ესე არ არის, დემოკრატიის ტალღაზე ლაპარაკი იწყება. რომ დავაზუსტოთ, ხო? იმიტომ რომ რეალურად რომ რაღაც იწყებოდეს, მაშინ სული მდგომარეობაში არ ვიქნებოდეთ და სულ ერთ იგივეზე არ ველაპარაკებთ. მეორე, სამწუხაროდ არ უწევს ანგარიშს არც საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩვენი ხელისუფლება. უკვე ეს ეტაპიც გავლილია. რაღაც მომენტამდე ესე იყო, კი, ძალიან აწუხებდა მიშა სააკაშვილს. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილისთვის გაცილებით უფრო ტრაგიკული იყო ნიუ-იორკ ტაიმსში მის შესახებ რაიმე უარყოფითი წერილი, ვიდრე ვთქვათ მასობრივი საპროტესტო აქცია თბილისში. იმიტომ რომ ის თვლიდა, რომ ყველაზე მთავარს კარგავდა.
ის კარგავდა მის კოლეგებთან ხელის ჩამორთმების შანსს. ყოველ ფორუმზე, ყოველ საერთაშორისო სხვადასხვა შეხვედრებზე, ხო? დღეს უკვე ამას აღარ აქვს უსწრებს მნიშვნელობა, იმიტომ რომ იმდენი რამ დაიწერა უკვე და იმდენი ნეგატიური თქვა მასზეც და სამწუხაროდ მის გამო ქვეყანაზეც, რომ ერთგვარად მან ეს მომენტი გადალახა. თორემ მე ძალიან კარგად მახსოვს 2004 წელს ვარდების რევოლუციის წლის თავზე ჩემი სტატია გამოქვეყნა International Herald Tribune-ში. ვარდები ჭკნებიან ესე ერქვა მას და არასოდეს არ დამოვიწყდება მისი რეაქცია. ისეთი გაგიჟებული იყო და იმედი მაქვს რომ დავით დარჩაშვილი დაადასტურებს მაშინ რა სიტყვებით საუბრობდა ის ჩემს შესახებ მასთან. როგორი გამწარებული იყო, იმიტომ რომ ეს ხო პირველი სტატია, რომელიც ასეთ დიდ გაზეთში გამოქვეყნდა, ვთქვათ, მისთვის კრიტიკული სწორედ მედიაზე იყო. თავარი თემა მაშინ იქ იყო მედია და ამან გააგიჟა. მაშინ გახსოვთ რომ რეგიონალურ მედიებზე ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო ხან ბომბები ფეთქდებოდა და ხან ჟურნალისტებს ცემდნენ, ხო? ამიტომ პრობლემა არის ესეთი, რომ სამწუხაროდ ჩვენ პრობლემა გვაქვს ორივე მიმართულებით. ერთის მხრივ ის, რომ არაფერი არ კეთდება ის, რაზეც საუბრობს პერიოდულად ამ ტალღების დროს სააკაშვილი და მეორე, საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც საქართველოში იმყოფება, ნაკლებად არის საინტერესებული შედეგებში და საოცარ კმაყოფილებას გამოხატავს ხოლმე გამოსვლებით და სიტყვებთან დაკავშირებით. მე არასოდეს არ დამოვიწყდება მათი აღფრთოვანება 2008 წელს სააკაშვილის აიმცნობელი გამოსვლის შემდეგ. როდესაც ერთმანეთის მიყოლებით იმართებოდა შეხვედრები და აღფრთოვანებული და აღტაცებული ელჩები, მაგალითად ევროკავშირის ელჩი, რომელიც ნამდვილად მაშინაც ვერ ხვდებოდი, დღესაც ვერ ხვდები, რატომ იყო ესეთი აღფრთოვანებული და აღტაცებული, ამბობდა რომ აი ხომ თქვა და ხომ შესრულდება. თუმცა იმის შემდეგ 2 წელი გავიდა და ძალიან მაინტერესებს, ეხა მიდის ის უკვე და მაინტერესებს მისი აზრი, რა შესრულდა მაგალითად მედიასთან დაკავშირებით, მაგალითად სასამართლოსთან დაკავშირებით, რა შეიცვალა, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები გაჩნდნენ, რომლებიც მაგალითად მანამდე არ იყვნენ, ხო? მედია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე მანამდე იყო. იმის მერე მოდელირებული ქრონიკა გავიდა ეთერში, რომელიც მანამდე არ ყოფილა. მთელი პრობლემა ჩემთვის აიხსნება მარტივად, თუ კი ამ სიტყვების გარდა, რომელსაც ჩვენ პერიოდულად ვისმენთ, ქვეყანაში გაჩნდება განცდა იმისი, რომ ადამიანები პასუხს აგებენ, პასუხისმგებლები არიან პოლიტიკურად, თანამდებობრივად, იმის გამო, რომ თქვათ მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს არ ასრულებენ. იმის გამო, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ქვეყნისთვის არსებობს, 7 წელია ჰაერშია გამოკიდებული. მე ჩვენ შეგვიძლია კი რა თქმა უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ უნდოდა სააკაშვილს, მაგრამ ნუ აი რაღაცა ვიღაც ჩინოვნიკებმა ის არ გააკეთეს და შემდეგ ამ ჩინოვნიკებს პასუხი მოთხოვა. თინა, თუმცა მოდით ისევ აი მედიის თავისუფლება ეს არ არის აკვიატება, მოდით ასე ვთქვათ, ხო? მედია ქმნის განწყობას, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მერე ყალიბდება ეს საზოგადოებრივი აზრი და ხელისუფლება ზუსტად საზოგადოებრივ აზრს უწევს ხოლმე ანგარიშს და არა, ვთქვათ, რომელიმე კონკრეტული ჟურნალისტის ან ტელევიზიის მიერ გამოთქმულ რაღაც მოსაზრებას. ხო, ოღონდ ეგ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებას განცდა აქვს, რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და მე ეს საზოგადოებრივი განწყობა არჩევნებში აისახება. და თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნების შედეგად ისეთ რიცხვებს დაწერს, როგორცაც იგი ჩათვლის საჭიროდ, მაშინ არც მაგას არ აქვს არავითარი. თუმცა მეორე მხრივ, აი ბოლო პერიოდის, ვთქვათ, აგვისტოდან მოყოლებული მოვლენები, რომ გავიხსენოთ, იქნება ეს ვთქვათ, ინდ მეწარმეებთან დაკავშირებული პრობლემები, იქნება ლილოს ბაზრობა, იქნება სიტი პარკის მიერ გაძვირებული მომსახურება, ანუ ბევრი რაღაცა, რომელიც ზუსტად მატერიალურად ყველას ურტყავს, არა გამორჩევით, არამედ ძალიან ბევრს. იგივე ინდ მეწარმეების დაპატიმრებამ პროდუქციაზე გაზარდა ისინი იძულებულნი იქნებიან გაზარდონ ფასი, რომ ის ჯარიმა რაც გადაიხადეს ამოიღო, ხო, ყველაზე აისახება. ანუ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ხელისუფლება არჩევნებზე არ ფიქრობს და არ აინტერესებს საზოგადოება რა განწყობილებაზე იქნება? მე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეხლა ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, რაც იყო 2006 წელს საქართველოში. ოღონდ იმ განსხვავებით ბუნებრივია, რომ აგვისტო იყო შუაში. მაგრამ თუ ერთ წუთი დავივიწყებთ, რომ ომი იყო საქართველოში ამ პერიოდში. პოლიტიკურად ვართ ზუსტად იქ, სადაც 2006-ში ვიყავთ. როდესაც ხელისუფლება იყო სრულ ეიფორიაში, რატომღაც ჰქონდათ განცდა საკუთარი უძლეველობის და ჭეშმარიტების ფლობის, და ყველას გვახსოვს ხო, როგორ იქცეოდნენ მაშინ. და არაფერი არ აინტერესებდათ, არაფერი არ აწუხებდათ. და სრულად დარწმუნებული იყვნენ, რომ საზოგადოებრივი პროტესტი არ გასწებოდა რამდენიმე ასეული ადამიანის ქუჩაში გამოსვლას და შემდეგ შეძლებდნენ ამ რამდენიმე ასეული ადამიანის მარგინალიზაციას და ამით ყველაფერი დასრულდებოდა. და აი ამ დამოკიდებულების გამო ჩვენ მივიღეთ 2007 წლის 2 ნოემბერი. და მანამდე კიდევ მთელი თვე, როდესაც მთელი საქართველო ქუჩაში იდგა ამ ჩვენი რეგიონალური აქციების დროს.
აი ხაც იმ მდგომარეობაში არიან, ისინი დაიმედებული იმით, რომ საზოგადოება არის დიდ ნიჰილიზმში, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს სრულიად გასაგები მიზეზების გამო თანაბრად აღარ აქვს ატანა არც ხელისუფლების და არც ოპოზიციური ძალების, ორივესთი განხიბლულია, ორივესთან დამოკიდებულებაში სკეპტიკურია, გონია რომ საბოლოო ჯამში მათი აქტივობიდან შედეგი მაინც არასოდეს არ დადგება, აი ეს რწმენა დაეუფლა ხელისუფლებას ახლა, ამითი არის დაიმედებული და ამიტომ ფიქრობს თან რადგან არჩევნები ცისკაბადონზე არ ჩანს და მათ ეს გეგმა არ აქვს, ამიტომ დარწმუნებულია რომ არაფერიც არ იქნება. კი, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიძლება ხვალ გამოვიდეს ქუჩაში, ზოგმა კონსტიტუციური ცვლილება გააპროტესტოს, ზოგმა ლილოს ბაზრობაზე, ანუ თქვათ, მორკინალში მეწარმეების დაკავება, ზოგმა სხვა რამ, აი ხლა მაგალითად მომავალ კვირას ვფიქრობ რომ იქნება მძღოლების პროტესტი, იმიტომ რომ საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელთაც პრობლემები შეექმნება სამარშრუტო ტაქსების და ავტობუსის მძღოლებს, ხო? მაგრამ ამის იქით ეს ამბები არ წავა. და აი რატომ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ სხვა შორის ბოლო დღეების გამოსვლებისას, რომ არ არსებობს სოლიდარულობის გზნობა. როგორ უნდა გამოხატოს ადამიანმა თქვა სოლიდარულობა? ეს მხოლოდ ისევ და ისევ ქუჩაში გამოსვლით გამოიხატება? არა, რა თქმა უნდა, ქუჩაში გამოსვლით არ გამოიხატება, მაგრამ გააჩნია რა ხდება, ხო? აი ეს განცდამე პირველად დამეუფლა იმ მავად სახსენებელ დღეს, როდესაც თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლი დაინგრა. მაშინ პირველად სრულად გავაცნობიერე, რამდენად როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მოქალაქეების უმრავლესობას სხვების პრობლემაზე. ხა ტელევიზორში რომ უყურებ, რომ ადამიანთან მივიდნენ საკუთარი სახლი თავზე დაანგრიეს, ავეჯი ფანჯრებიდან გამოუყარეს, მოხუცი ადამიანები კინწისყვრით გამოყარეს, საწოლებიდან წამოყარეს და პროტესტი არ გიჩნდება, რომ მოხვიდე და ამ ადამიანს ელემენტარულად ის მაინც უთხრა, რომ შენ გვერდში ვდგავარ, შეიძლება ვერ გეხმარები, მაგრამ შენთან ერთად ვარ ამ პრობლემის მოგვარებაში რომ დაგეხმარო, მე ცოტა გაოცებული დავრჩი მაშინ. და დღესაც დაახლოებით იგივე ვითარება. ეხლა ყველაზე კარგად ეს ჩანს დევნილებთან დაკავშირებით. აი მთელი ქვეყანა ლაპარაკობს იმაზე, ხელისუფლებიდან დაწყებული ქუჩაში ნებისმიერი მოქალაქე გააჩერეთ, ისე ზრდილობის გულისთვის მაინც გეტყვით, რო კითხოთ პირველი პრობლემა რა აწუხებს, აგვისტოს ომია. და ამასობაში აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ადამიანები აღმოჩნდა, რომ ჩემი და კიდევ რამოდენიმე პოლიტიკოსის გარდა არავის არ აწუხებს და არავისი დარდი არ არის. ამ დროს ეს ადამიანები ერთი მხრივ დევნილები, რომლებიც თბილისში იმყოფებიან და მეორეს მხრივ ის მოსახლეობა, რომელიც ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში ცხოვრობენ, რომლებიც იმ საზღვრებში ცხოვრობენ, რომელსაც პერიოდულად რუსთავიორდა იმედი გვეუბნება, რომ 10 მეტრით გადმოწიეს, 2 კილომეტრით გადმოწიეს, ამდენით გადმოწიეს, ხო? აიქ ცხოვრობს ეს ხალხი. გაუსაძლის წარმოუდგენელ მდგომარეობაში და არც ეს არ გვაწუხებს, რომ ამ ხალხს არ აქვს წყალი. 2 წელი გავიდა. არ აქვს საკვები, იმიტომ რომ მათი ბაღები მეორე მხარეს დარჩა. ზამთარი მოდის, არ აქვს შეშა, იმიტომ რომ ტყე საიდანაც შეშა მოქონდათ, მეორე მხარეს დარჩა. და უამრავი რამე შეგვიძლია ვთქვათ. აი, ტალღების არ იყოს, ხო? სააკაშვილი გამოვიდა რამოდენიმე ხნის წინ და ეს როგორც იცის ხოლმე, კარგი ოპოზიციონერები ყვირილს რო დაიწყებს ხოლმე, გუბერნატორი ყავდა დაბარებული და ბოლო ხმაზე ყვიროდა, რომ გავიგე ჩემთან ხმა მოვიდა. ეს იმის შემდეგ ხდება, რაც ჩვენ ჩავედით და ეს სოფლების მდგომარეობა გაშუქდა მასიურად ამორტელი არხზე, რომელიც ასეთ რამეებს აშუქებს, ხო, კავკასიას და მაესტროს. და ნუ გაოცებული ლაპარაკობდა, რომ აი გავიგე რომ თურმე წყალი არ აქვს და თურმე საკვების პრობლემა აქვს და სასწრაფოდ 10 დღეში დამიდეთ მაგიდაზე გადაწყვეტილებების პროექტები დაფინანსებასთან დაკავშირებით და ძალიან დიდი დრო გავიდა იმის მე და არც ერთ ჟურნალისტს არ მოუკითხავს. იმ კაცმა რო თქვა რომ 10 დღეში მომიტანეო მე ბრიფინგი ჩავატარე ამ თემაზე ზუსტად 2 კვირის თავზე. ანუ 10 დღის თავზე არ ჩავატარე, ცოტა ხანი კიდევ ვაცალე. 2 კვირის თავზე და მივმართე გუბერნატორსაც და ბატონ დათო ტყეშელაშვილსაც, რომელსაც პირდაპირ ეხება. რომ საზოგადოებას გთხოვთ წარმოუდგინოთ იმ დავალებების შესრულება, რომელიც პრეზიდენტმა დაგავალეს თქო. არც ერთმა ტელევიზიამ ვერ გაიგო რაზე მქონდა ბრიფინგი, ვერც ერთმა ამ შემთხვევაში. და არავინ არ გააშუქა. იმიტომ რომ არ ჩაითვალა, რომ ეს საჭირო. არა და სინამდვილეში ასე ხდება ყველაფერი ამ ქვეყანაში, ხო? ის გამოვა, რაღაცას ისტერიულად იკივლებს, იჩხუბებს, კარგი კეთილშობილი მზრუნველი მეფის როლში იქნება და მე ყველას ავიწყდება. დაპირებები, რომელიც მან გას. მე ერთი წლის შემდეგ გამოვა იგივე სილაპარაკებს. ისევ ახალი მზრუნველი მეფე იქნება და კიდევ არავინ არ შეახსენებს და სამწუხაროდ ესე სახელმწიფო არ შენდება. აი დემოკრატიის ტალღაზე რო ვლაპარაკობთ, არასოდეს საქართველოს სახელმწიფო არ იქნება, სანამ მის მოქალაქეებს ექნებათ განცდა, რომ ჩემი პრობლემა მხოლოდ მაშინ მოგვარდება, თუ მაგალითად პირადად სააკაშვილთან მოვახერხე შეხვედრა და შეხვედრაზე მომცა პირობა. ესე არის აი მე ძალიან გული მეტკინა, როდესაც მაგალითად ვნახე არჩევნების დროს ქალბატონი რუსლან კერვალიშვილი